ზოგჯერ კანზე გაქვს რაღაცა და ფიქრობ რომ ეს არის უბრალოდ კოსმეტიკური პრობლემა. სინამდვილეში ეს შეიძლება ნიშნავდეს ჩვენს ორგანიზმში არსებულ პრობლემას, შინაგანი ორგანოების პრობლემებს. ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ, რადგან კანი არის ფანჯარა, რომელთაც შეიძლება კანზე დახედო ადამიანს და მის მდგომარეობაზე იმსჯელო. ყოველ შემთხვევაში რაღაც დაავადებებზე საუბარი შესაძლებელია და ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ, კანის 7 მდგომარეობა, რომელიც მიუთითებს შინაგანი ორგანოების პრობლემაზე. პირველი ნიშანი არის ობობას ანგიომა. როგორ ხედავთ ამას ჩვენ კანზე? ხედავთ როგორც ერთ მუქ წითელ წერტილს, რომელიც შუაში არის ცენტრალურად და გარშემო როგორც მზის სხივები გამოდის პატარ-პატარა კაპილარები, პატარ-პატარა წითელი ხაზები. და ამას ეძახიან სპაიდერ ანგიომას, ანუ ობობასებრი ანგიომა, ქართულად რომ ვთქვათ. და ეს ყველაზე ხშირად მიუთითებს ღვიძლის პრობლემაზე, ღვიძლის დაზიანებაზე, კონკრეტულად ციროზზე, განსაკუთრებით კაცებში, განსაკუთრებით თუ 5-ზე მეტი ასეთი აქვს. ახლა აქ უნდა განვასხვაოთ, რომ ეს პატარა ობობასებრი ანგიომები აქვს ქალებს, ხშირად გოგონებსაც ახალგაზრდა ასაკში. რატომ? იმიტომ რომ ესტროგენების გამო, ესტროგენები აფართოებს სისხლძარღვევს და ეს გაფართოებული არტერია და მისგან გამომავალი პატარა კაპილარები ჩანს. ეს შეიძლება კონდეს ადამიანს და ეს ნორმა მრავალ შემთხვევაში, ქალების შემთხვევაში განსაკუთრებით თუ რამდენიმე ცალი აქვს ადამიანს. ან ერთი. მაგრამ თუ 5-ზე მეტი აქვს და არის კაცი და აცილებული არის უმეტესად 30 წელს, მაშინ ეს მიუთითებს ციროზზე და ღვიძლის პრობლემაზე. რატომ ხდება ახლა ეს? როცა ადამიანს აქვს ციროზი და ღვიძლს აქვს პრობლემა, ის ვეღარ უმკლავდება სასქესო ჰორმონებს მოკლედ და სასქესო ჰორმონების ფარდობა იცვლება, ანუ იმატებს ესტროგენები შედარებითად რა. და ესტროგენების მომატება იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და აი ამ ანგიომების წარმოქმნას. ამიტომ არის რომ ციროზიან ადამიანებს ემართებათ განსაკუთრებით კაცებს, თორე ქალებს ისედაც ბევრს აქვს ეს, ან დაახლოებით ქალების 10%-ს აქვს და ორსულებში კიდე ბევრად მეტს და ეს არ არის რამე მნიშვნელოვანი პრობლემა. მეორე მთავარი ნიშანი, რაც კანზე ჩნდება, არის ქსანტელაზმა. ქსანტელაზმა არის, როგორ ხედავთ ამას, ან თვალის გარშემო მოკლედ არის ყვითელი კანის დაზიანება, რომელიც არ არის, მტკივნეული არ არის, რბილია, როშიახე, გაბრტყელებულია და ეს არ არის უბრალოდ კანქვეშა ცხიმი, ეს არის კანქვეშ არსებული ქოლესტერინის დაგროვება. არტკივა ადამიანს ნელ-ნელა ვითარდება, ვერც გამოიღებ, რომ ეცადო ესე პირდაპირ, ანუ უშუალოდ კანქვეშ არ არის, არამედ უფრო ღრმად არის ცოტა და ეგ არის მან პრობლემა. რატომ ვითარდება და როდის ვითარდება? ვითარდება, როცა ადამიანს აქვს ქოლესტერინის პრობლემა, განსაკუთრებით თუ ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია აქვს, ანუ გენეტიკურად ქოლესტერინის მომატებული აქვს, ესეთ ადამიანს მნიშვნელოვნად აქვს გულის დაავადებების რისკი გაზრდილი, ზოგჯერ 20-ჯერაც. და ამიტომ თუ ახალგაზრდა ასაკში 30 წელს ქვევით ადამიანს ეს ქსანტელაზმები ვითარდება, ყურადღება მისაქცევი ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ გულის დაავადებების რისკი აქვს სერიოზული ასეთ დროს ადამიანს. თუ ცოტა დიდ ასაკში ვითარდება, აი 40 წელს ზევით ან 60 წელს ზევით, იმდან დიდი პრობლემა არაა, იმიტომ რომ მაგალითად 60 წელს ზევით ადამიანს შეიძლება ტიბერის შემთხვევაში ვთქვათ ძალიან ასაკოვანი თუ არის, ქოლესტერინი ცოტა დარღვეული აქვს, ესეთ დროს შეიძლება კონდეს ქსანტელაზმები, მაგრამ თუ ადამიანი ახალგაზრდაა, მაშინ დიდი ყურადღება ჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში. რატომ ვითარდება ახლა ეს ქსანტელაზმები? ეს არის რომ ქოლესტერინი როცა მომატებულია სისხლში, ჩვენი იმუნური უჯრედები კლაპავენ მოკლედ ამ ქოლესტერინს, უნდათ რომ რაღაცნაირად მაკროფაგები გაუმკლავდნენ ქოლესტერინს რა და მერე ეს მაკროფაგები გროვდება და გროვდება ისეთ ადგილას ხილულად, სადაც ახლოს არის კაპილარები კანთან და ესეთი არის ზუსტად ქუცუთოები და მან ახლო-მახლო იკრიბება, გროვდება და მერე ამას ხედავთ ჩვენ როგორც ამ ქოლესტერინის დაგროვებას და თვითონ ეს საშიში არ არის, საშიში არის ის ქოლესტერინი, რაც მომატებულია ხოლმე ხშირად სისხლში და მაგას რა თქმა უნდა ყურადღება ჭირდება, რადგან ჯამში ესეთი მაღალი ქოლესტერინი გულის დაავადებების რისკს ზრდის მნიშვნელოვნად. ქსანტელაზმები შეიძლება განვითარდეს სხვა ადგილებში, თუმცა იმას არ ქვია ქსანტელაზმები, ქსანტომას ეძახიან, ან ქსანტომა უფრო ზოგადი სახელია. მოკლედ აზრი ის არის, რომ კანის ქვეშ ვითარდება ქოლესტერინის დაგროვება რა და ძირითადად მთავარი მიზეზი მაგის არის მაღალი ქოლესტერინი და ნუ ჩანს ეს ყვითელ დაზიანება, რომელიც გარდა ვიზუალური პრობლემისა არ აწუხებთ ადამიანს როგორც წესი. მესამე მთავარი ნიშანი, რაც შეიძლება კანზე ნახოს ადამიანმა, ეს არის გინეკომასტია, ან მკერდის გადიდება. გინეკომასტია მამაკაცებში იგულისხმება, რა თქმა უნდა, მამაკაცს არ უნდა გქონდეს მკერდი განვითარებული. ანუ ნორმაში ესეა. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ თუ ადამიანი გასუქდება, მათ შორის კაციც, ცხიმოვანი ქსოვილი მკერდში იმატებს, ან თუ ძალიან ბევრს ვარჯიშობს, კუნთი იმატებს და მკერდი უფრო დიდი უჩანს. ამაზე არ არის საუბარი, აი უნდა განვასხვაოთ. მაგას ცრუ გინეკომასტია ქვია. გინეკომასტიას ეძახიან, ან მკერდის გადიდებას კაცებში ეძახიან, როცა მკერდის ჯირკვლოვანი ქსოვილი იზრდება, ანუ მკერდის მოფუნქციონირებული ქსოვილი იზრდება. არა ცხიმი, არა უბრალოდ ხა როცა ადამიანი სუქდება, ცხიმი ყველგან ეზრდება, მათ
მათ შორის მკერდზეც და მკერდი უდიდდებათ ესე. ეს არის გულისხმება. საუბარი არის რომ მკერდის არეოლის უკან ან გარშემო რომ მიაწვევი ხო იგრძნობ უფრო სიმაგრეს, იგრძნობ რომ ეს დისკისებურად განვითარებულია ქსოვილი და ეს არის ან მკერდის განვითარებაში გულისხმება ეს. აი ეს თუ ვითარდება კაცს ეს პრობლემაა ბევრ შემთხვევაში. ზოგ შემთხვევაში ხო, როცა სუქდება ადამიანი, ესტროგენების დონე იზრდება, ესტროგენების მკერდის განვითარებას ასტიმულირებენ და ცოტათი ვითარდება ხოლმე ეგ, მაგრამ როცა მით უმეტეს თუ ადამიანი მამაკაცი არ არის სუქანი და აქვს განვითარებული მკერდი, ეგ როგორც წესი მიუთითებს პრობლემაზე და ეს პრობლემა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. სამი ძირითადი მიზეზი შეიძლება ქონდეს, სხვა მიზეზებიც, მაგრამ ერთ-ერთი ხშირი რაც არის, ერთი არის ციროზი, ციროზის დროს შეიძლება მკერდი განვითარდეს კაცს. რატო? იმიტომ რომ ვიძლის სათანადოდ მეტაბოლიზმს ვერ უკეთებს ესტროგენებს, ანუ ქალურ ჰორმონებს და ასევე ნაკლებ სასქესო ჰორმონის შემაკავშირებელ ცილას ასინთეზირებს და რა შეასაქმე რომ ეხლა როცა ეს ცილა სასქესო ჰორმონის შემბოჭველ ციලාსაც ეძახიან, როცა ეს ცილა ნაკლებია, სასქესო ჰორმონები დადიან სისხლში თავისუფლად და ეგ ასტიმულირებს მოკლედ მკერდს. ეგ არის პრობლემა და თან კიდე ღვიძლი როცა დაზიანებულია ვერ შლის სათანადოდ, როცა ესტროგენები არის ორგანიზმში და ეს ესტროგენები მამკაცის ორგანიზმში წარმოიქმნება როგორც ქალის, მაგრამ აქ არის მთავარი ფარდობა. ანუ ტესტოსტერონი ბევრად მეტად აღემატება ხოლმე ესტროგენებს, ანუ ქალურ ჰორმონებს, კაცური ჰორმონი ქალურ ჰორმონს ბევრად აღემატება მამაკაცის შემთხვევაში და ეს ფარდობაა მნიშვნელოვანი და ეს ფარდობა როცა ირღვევა ხოლმე, მაშინ მკერდი ვითარდება. ეგ არის პრობლემა რეალურად. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი რა დროსაც ვითარდება კაცებში მკერდი არის სათესლე ჯირკვლების სიმსივნე და მან ლეიდინგის უჯრედება პირდაპირ შეიძლება დაიწყონ ესტროგენების სინთეზი, სიმსივნის დროს და კაცს მკერდი ეზრდება და მესამე მდგომარეობა არის ჰიპერთიროიდიზმი. ჰიპერთიროიდიზმის დროს ფარისებრი ჯირკვლის დონე რომ არის მომატებული, სასქესო ჰორმონთან შეკავშირებულ გლობულინის დონეს ცვლის და კაცის სასქესო ჰორმონების ფარდობა ქალურ სასქესო ჰორმონებთან იცვლება მოკლედ ესტროგენების სასარგებლოდ და ეგ ასტიმულირებს მკერდის ქსოვილის ზრდას. ამიტომ ჰიპერთიროიდიზმი მათ შეიძლება გამოიწვიოს მკერდის გადიდება. მეოთხე მდგომარეობა კანის, რაც უნდა ვიცოდეთ, არის აკანტოზის ნიგრი კანს, ესე ქვია, ანუ ნიგრიკანული აკანტოზი მოკლედ და ეს რა არის? კანი როცა არის ხავერდოვანი, ანუ ხავერდოვანი და მუქი ლაქები მოკლედ კანზე და კანი არის ცოტა გასქელებული მაგ ადგილებში და კისერთან ვითარდება, იღლიებთან, საზარდულის მიდამოში, ზოგჯერ მკერდის ქვეშ და ეს ჭუჭყი არ არის ოღონდ, ანუ ზოგს გონია რომ ჭუჭყი შეიძლება დაიბანო კარგად და გავიდეს, არ გავა და არც სოკოვანი ინფექცია არა, სოკოვანი ინფექციებს ახასიათებს კანის ფერის ცვლილება, ეგეც არ არის, ეს მიუთითებს ინსულინ რეზისტენტობაზე. ეს მიუთითებს რომ ადამიანს ან აქვს ან დაემართება დიაბეტი მაღალი ალბათობით. ეს ნიშნავს რომ ინსულინი არის მომატებული. აი ამაზე მიუთითებს, როცა ნიგრიკანული აკანტოზი ემართება ადამიანს, ჰიპერინსულინემიის ნიშანია და ეხლა რა ხდება? როცა ინსულინი იმატებს სისხლში, ის მოქმედებს როგორც ზრდის ფაქტორიც, ასტიმულირებს ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის რეცეპტორებს, აქტივებს კერატინოციტებს, რომელიც არის კანის უჯრედები და აქტივებს რომ გამოყონ მელანინიც და ფიბრობლასტებსაც აქტივებს. მოკლედ კანის უჯრედებს აქტივებს და ეუბნება რომ გამრავლდით რა, დაახლოებით ეგ ხდება და კანი სქელდება, მელანინის აქტივობა იზრდება და მე კანი ხდება ესე ჰიპერპიგმენტირებული, ანუ უფრო მუქი, უფრო სქელი და ვილვეტისებური, ანუ ხავერდოვანია, რომ შეხედავდა რომ ის შეეხები უფრო მეტად სხვა კანის სხვა ნაწილებთან შედარებით. ამიტომ თუ ნიგრიკანული აკანტოზი აქვს ადამიანს, აუცილებელია ინსულინის გამოკვლევა. ხშირად არის ადამიანებში, ვისაც აქვს დიაბეტი, ან ჭარბიწონა, ან პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, ინსულინ რეზისტენტობის გარანტია პრაქტიკულად ბევრ შემთხვევაში. შესაძლებელია მის გარშეც არსებობდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მიუთითებს, რომ ამ ადამიანს აქვს ინსულინ რეზისტენტობა. მეხუთე ნიშანი, რაც კანზე შეიძლება იყოს, ეს არის პეტექია. პეტექია არის ძალიან წვრილი წერტილები, რომელიც არის მუქი წითელი, მეწამულისფერი რაღაცა
და არის 2 მმ-მდე ზომის, ან ძალიან პატარებია რა, პატარა წვრილი წერტილს ეძახიან პეტექიას, გაბრწყელებულია, ამობურცულები არ არის და რო დააჭერ არ ფერმკრთალდება, მაგალითად გამჭვირვალე ჭიქით რო დააჭირო აი ამ წერტილს არ გაფერმკრთალდება. ახლა რას გულისხმობ, თუ უბრალოდ გამონაყარი აქვს ადამიანს კანზე მაგალითად, ჩვენ რომ გამონაყარს ვეძახით, ხო? წითელი ამობურცულობა თქვა, რო დააჭირო, გაფერმკრთალდება როგორც წესი, შუშა რომ დააჭირო, რა კომპრესია მოხდება სისხლძარღვებსა გაფერმკრთალდება და პეტექი არ გაფერმკრთალდება და ისევ იგივე ფერის დარჩება, რადგან ეს არის სისხლჩაქცევა, მცირე სისხლჩაქცევაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის გარჩევა, რომ ანუ ეს ნამდვილად პეტექია თუ უბრალოდ გამონაყარია კანზე, რომელსაც დააჭერა და ფერმკრთალდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. და რატომ? იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ პატარა კაპილარები არის დარღვეული და პატარა კაპილარებიდან არის სისხლდენა და ამ სისხლდენას ვერ აკავებს ჩვენი თრომბოციტები. ზოგადად ჩვენ ორგანიზმში არის თრომბოციტები, უჯრედებია ესეთი, რომელსაც აქვს ეგეთი ფუნქცია, რომ კაპილარები იცით რომ ყველა პატარა კალიბრის სისხლძარღვებია და ეს პატარა სისხლძარღვები სულ გვიზიანდება, ანუ დღეში ძალიან ბევრჯერ, რა ვიცი, მილიონ რამეზე შეიძლება დაზიანდეს რა, პატარა ძალიან ნაზი სისხლძარღვებია და როგორც კი დაზიანდება, იწყება სისხლდენა, ოღონდ სისხლდენა არის ძალიან მცირე, რა თქმა უნდა, შენ სისხლდენას ვერ ხედავ რო შეხედავ. და მაშინვე ამ დროს გააქტიურდება ხოლმე ეს ჩვენი თრომბოციტები, შეეწებებიან ერთმანეთს და შეაკავებენ სისხლდენას. ამას აკეთებენ მუდმივად ეს ხდება ჩვენ ორგანიზმში. მაგრამ როცა თრომბოციტების რაოდენობა არის ცოტა, ან თრომბოციტებს აქვს პრობლემა, მოკლედ, ეს პატარა სისხლდენები, რომელიც ხდება და კაპილარების დაზიანება, არ გამოსწორდება, იმიტომ რომ თრომბოციტები ვერ ახერხებენ რომ ეს სისხლდენა შეაჩერონ და ამ პატარა სისხლდენას ხედავ ზუსტად როგორც პეტექიას. აი ეს არის პეტექია. სხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს პეტექიას, აი შეიძლება თრომბოციტოპენიური პურპურა, ესეთი დაავადება, ან ავტოიმუნური დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს. შეიძლება ბავშვებში მაგალითად ვირუსული ინფექციის შემდეგ დაემართოს ადამიანს, ასევე ახალგაზრდა ქალებში, ან როცა ძვლის ტვინის სუპრესია ხდება, მაგალითად ლეიკემიების დროს, აპლასტიური ანემიის დროს, ან ქიმიოთერაპიის დროს, ან როცა ძვლის ტვინის სათანადო რაოდენობით თრომბოციტებს ვეღარ გამოიმუშავებს, ეგ არის მნიშვნელოვანი, ასევე რომ აი ეს პეტექიები ჩდება მენინგიტის დროს და განსაკუთრებით ბავშვებში რო ზოგჯერ ვერ ამოიცნობენ ხოლმე, ერთ-ერთი ნიშანი არის პეტექიები სხვა ნიშნებთან ერთად, მენინგიტის სხვა ნიშნებთან ერთად, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ შეიძლება ბავშვს მენინგიტი ქონდეს. ეს იმიტოა მნიშვნელოვანი, ამისი ამოცნობა, რომ პეტექიების ამოცნობა ვიცოდეთ, რომ ამან შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს. ანუ საათებს აქვს აზრი, როცა მენინგიტზეა საუბარი, ანუ რამდენიმე საათით ადრე თუ მენინგიტის დიაგნოზს დასვავს სიცოცხლეს გადაარჩენ, რამდენიმე საათით გვიან შეიძლება ადამიანი დაიღუპოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ მისი აღმოჩენა. და მეექვსე ნიშანი კანზე არის პურპურა. პურპურა ძალიან გავს პეტექიას, მაგრამ პეტექიაზე ცოტა უფრო დიდია, ანუ წერტილია მოკლედ, კანზე წერტილები, რომელიც ცოტა უფრო დიდია, 2 მმ-ზე დიდია და 1 სმ-ზე პატარა. 1 სმ-ზე უფრო დიდი რაცა კიდე იმას ეძახიან ექიმოს და ეგ არის სისხლჩაქცევას, რასაც ხედავ პირდაპირ ჩალურჯებები მაქვს რომ ამბობთ, ეგ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ვამბობთ პურპურას. პურპურა არის უფრო პატარა ჩვეულებრივ სისხლჩაქცევზე 1 სმ-მდეა ზომაში და გავს უფრო მეტად პეტექიას. ესეც არის სისხლძარღვებიდან სისხლის გაჟონვის გამო და ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზები ქონდეს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ისევ თრომბოციტების პრობლემა ქონდეს და მეორე მთავარი მიზეზი შეიძლება ქონდეს, რომ სისხლძარღვების ანთება იყოს და სისხლძარღვების ანთების შედეგად სისხლძარღვი ზიანდებოდეს და მერე ჟონავდეს სისხლი. ამას ეძახიან ხოლმე ვასკულიტს. და მნიშვნელოვანია ეს პურპურები იმით, რომ ავტოიმუნური დაავადებები როცა აქვს ადამიანს, ვითარდება აი ეს პურპურები. და განსაკუთრებით ახლა მნიშვნელოვანი რა არის, რომ პურპურას დროს, როცა წითელი ლაქა აქვს ადამიანს, რომელიც 2 მმ-დან 1 სმ-მდეა, ხელს რო გაუსმევ, პატარა კვანძივით გვხდება, ანუ გაბრწყელებული მთლად არ არის. თუ კი პეტექია მაგალითად ხელს რო გაუსმევ ადამიანს, სადაც ის წითელი წერტილი აქვს, თუ გაბრწყელებულია და პურპურის დროს თუ ამოწეულია, ეგ ვასკულიტის ნიშანია. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავარჩიოთ, რომ თრომბოციტების პრობლემის გამოა თუ სისხლძარღვია დაზიანებული, თუ ამობურცულია სისხლძარღვია დაზიანებული და ავტოიმუნური დაავადება, ავტოიმუნური დაავადების ან ზოგჯერ წამლის რეაქცია, წამლის დალევის გამოა, ესეც შესაძლებელია, ან წამლით გამოწვეული, ზოგჯერ ინფექციების გამოა, მათ შორის შეიძლება გრიპ და გაცეების შემდგომ ინფექციამაც გამოიწვევს ვასკულიტი და პურპურა, განსაკუთრებით ბავშვებში. ეს პურპურები შეიძლება ფეხებზე იყოს, ან შეიძლება მუცელზე იყოს, სახსრებთან
და სხვა ადგილებში ასაკონებს აქვთ ხშირად და ასაკონების პურპურას ეძახიან მაგას. ოღონდ ასაკონებში როცა გვხდება, ეგ არ არის ხშირად დაავადება რამე კონკრეტული, უბრალოდ კოლაგენი სუსტდება, სისხლძარღვები თხელდება და ძალიან პატარა ტრავმაც იწვევს ხოლმე იმას, რომ პურპურა ვითარდება და ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ამ ასაკოვან ადამიანს რამე კონკრეტული პრობლემა აქვს. და უფრო შედარებით ახალგაზრდებში თუ კი ესეთი პურპურები ვითარდება, ავტოიმუნურ დაავადებაზე მიუთითებს როგორც წესი, მაგალითად სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, წვრილუჯრედოვანი ვასკულიტი და ასე. შესაბამისად უფრო მეტად მიუთითებს იმაზე, რომ ანთება ორგანიზმში, ანთება სისხლძარღვებში. და მეშვიდე ნიშანი, რაც უნდა გავარჩიოთ, არის ექიმოზი. ექიმოზი არის აი მაგ ყველაფერზე დიდი, პეტექიაზე დიდი, პურპურაზე დიდი, 1 სანტიმეტრზე დიდი. ნუ ამას ჩვენ ხედავთ როგორც ჩალურჯება, ჩვეულებრივ რო შეხედავთ ჩალურჯება და 1 სანტიმეტრზე დიდია, გაბრწყელებულია, თავიდან არის მოლურჯო, მოისფრო, მეწამულისფრო, მერე მწვანდება, მერე ყვითლდება და მერე ნელ-ნელა გადის. ხო, ეს არის სისხლჩაქცევები, როცა ვითარდება. ნუ ყველა პრიმიტიული მიზეზი ამისი იცით, ხო, რომ ის მაგიდას მიარტყი, კამს მიარტყი ხელი ამ ფეხი რაღაცა დაზიანდა სისხლძარღვი და სისხლჩაქცევა დაგემართა. ზოგს ადვილად ემართება, ზოგს რთულად, ქალებს უფრო ადვილად ესტროგენების გავლენის გამო და კანიც უფრო თხელი აქვს და დაუცველი აქვს და უფრო ადვილად ემართება სისხლჩაქცევები, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ადამიანები ამბობენ, რომ აი საერთოდ არ მახსოვს და ეს მიჩნდება თავისით სისხლჩაქცევები. შეიძლება 4 სხვადასხვა მიზეზი ქონდეს ამას, შეიძლება თრომბოციტების პრობლემა იყოს, შეიძლება იყოს რომ შედედების ფაქტორების პრობლემა, მაგალითად ჰემოფილია, შეიძლება იყოს სისხლძარღვები იყოს მსხვერპლი და არა მდგრადი და შეიძლება წამლების გამო იყოს. ანუ სხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს. თრომბოციტების შემთხვევაში თრომბოციტების პრობლემა თუ შეიძლება იყოს ღვიძლის გამო, ღვიძლის დაავადება, ლეიკემიის გამო, ძვლის ტვინის დათრგუნვის გამო, ძლიერი ინფექციის გამო. შედედების ფაქტორების პრობლემა როცა შეიძლება ჰემოფილია იყოს დაავადება, ან K ვიტამინის დეფიციტი, ან ღვიძლის ძლიერი უკმარისობა. უფრო ასაკონებში კიდევ უფრო ხშირია ეგ და უფრო ასაკონებში უფრო ადვილად შეგვხვდება ეგეთი სიტუაცია, რომ ადამიანი გეტყვის, რომ დიდად არ მახსოვს, მაგრამ მაინც სისხლჩაქცევები მაქვს და შეგიძლიათ გაიხსენოთ ტრამპის მაგალითი ხელზე რომ სისხლჩაქცევები აქვს ხოლმე, თუმცა ნუ იქ საკამა თუ არა ხელი მიარტყა და ხელის ხშირი ჩამორთმევის გამო აქვს სისხლჩაქცევები თუ ვენიდან სისხლს რო იღებდნენ მაგის გამო, ნუ ეგ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ორივე შესაძლებელია, მოკლედ შესაძლებელია რომ სიბერის იყოს ზუსტად ეგ, რომ სისხლძარღვები კოლაგენი თხელდება, სისხლძარღვები უფრო მსხვერპლად ხდება, ის ელასტიურობას კარგავს, სისხლჩაქცევა ადვილად ვითარდება და შედეგად ხედავთ ექიმოს თუნდაც ტრამპის ხელზე. ძალიან დიდი ამბები იყო გამოწვეული რა და მაგიტო ამახვილებ ამაზე ყურადღება. ხო. ასევე წამლებს შეუძლია კიდე გამოწვევა ვარფარინს, მაგალითად ჰეპარინს, ანტიკოაგულანტებს, ასპირინს, კლოპიდოგრელს და ესე სხვა სისხლის გამათხიერებლებში რაც მიეკუთვნება თითქმის ყველაფერს. ნუ ყურადღებით უნდა იყოთ, თუ კი აი ეს სისხლჩაქცევები თანდართულია ცხვირიდან სისხლდენასთან, ხრძილებიდან სისხლდენასთან და მძიმე მენსტრუალურ სისხლდენასთან, მაშინ დიდი ყურადღებაა საჭირო. იმიტომ რომ ეგ წითელი დროშებია და სასწრაფოდ საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოს, აღწერის ქვეშ მაქვს ანგარიშის ნომრები. თუ ისე გინდათ რომ არხს მხარი დაუჭიროთ, შეგიძლიათ დაალაიქოთ, დააშეაროთ, დააკომენტაროთ, გამოწეროთ არხი, ნებისმიერ თქვენი აქტივობა მნიშვნელოვანია არხის მხარდაჭერისთვის და განვითარებისთვის. მადლობა რომ გაინტერესებთ.